სამყაროში ბევრი აუხსნელი მოვლენაა და პასუხი, რომ მსგავსი მოვლენები აიხსნას, ან არ გვაქვს, ან თუ გვაქვს, ისინი იმდენად უსუსურია, რომ ეჭვი მომენტალურად გვიჩნდება. ის გადაგვჩენია პასუხები ჩვენი თვეძიოთ და საკუთარ წარმოსახვას მიმართოთ ამა თუ იმ მოვლენის ასახსნელად. გახსოვთ ის ცნობილი პოსტერი აგენტი მალდერის კაბინეტში? მინდა მჯეროდეს. სწორედ ასეთი განწყობა გვაქვს ჩვენც. ასე რომ თუ მოგწონთ ყველაფერი იდუმალი და ამოუცნობი, დღეს სიამოვნებით წარმოგიდგენთ რამდენიმე ფაქტს, რომელიც მოიცავს ისეთ ისტორიულ მოვლენებს, რომლებსაც მეცნიერები დღემდე ვერ ხსნიან. ავსტრალია თავადაც საკმარისად იდუმალი ქვეყანაა თავისი უჩვეულო ფლორით და ფაუნით. თუმცა მას აქვს კიდევ ერთი ამოუცნობი მოვლენა. ყოველ წელს სექტემბრიდან მარტამდე კუნძულ ტივიზე თითქმის ყოველდღე ჩნდება ჭექაქუხილის ღრუბელი, რომელსაც ჰექტორს ეძახიან. ეს სახელი ამ ღრუბელს მეორე მსოფლიო ომის დროს დაერქვა ერთ-ერთი პილოტის საპატივცემულოდ. ის დღემდე რჩება მეტეოროლოგიური ანომალიების კვლევის მთავარ ობიექტად. მისი ბუნება ბოლომდე არ არის ახსნილი. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მეცნიერი დღემდე ცდილობს ამ ფენომენის შესწავლას, ვერაფრით შეძლეს იმის დადგენა, რატომ ჩნდება ჭექაქუხილის ეს ღრუბელი ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილზე. ამბობენ, რომ სწორედ მსგავსი ღრუბლები არიან იმ მიზეზების და უჩვეულო წვიმების გამომწვევი, რა დროსაც მიწაზე მოდის თევზების, ბაყაყების და სხვადასხვა ცოცხალი არსებების წვიმები. მსგავს შემთხვევებში ძლიერი შტორმი ან ქარიშხალი გადაუვლის ხოლმე წყლის ზედაპირს და წყალთან ერთად ჰაერში აიტაცებს თევზებს ან სხვა ცოცხალ ორგანიზმებს. ამის შემდეგ კი შორმანძილზე რომელიმე დასახლებულ პუნქტში ჩამოყრის ხოლმე, თუმცა ეს შემთხვევა განსაკუთრებით უცნაურია. ამერიკის შეერთებული შტატების კენტუკის შტატში 1866 წელს ძალიან უცნაური მოვლენა დაფიქსირდა. ცა ხორცის წვიმამ დაფარა. ადგილობრივი მცხოვრები მისის კრაუჩი სწორედ მაშინ ამზადებდა საპონს, როდესაც ციდან უცნობი მასალა ჩამოწვივდა. ზოგი ფიქრობდა, რომ ეს ღვთის საჩუქარი იყო. ვინც გაბედა და ეს ხორცი გასინჯა, აღიარა რომ ეს ან შვლის, ან ირმის ხორცი იყო. ხოლო მეცნიერებმა კვლევების შემდეგ გააჟღერეს აზრი, რომ შესაძლოა ეს ცხენის კუნთოვანი მასა ყოფილიყო. და უფრო მეტიც ის ტაცებელი ფრინველების, სახელობ სვავების მიერ გადმოყრილი, გადაყლაპული ხორცია. ეს ფრინველები ასე იქცევიან მაშინ, როცა მუცელი მაქსიმალურად ამოვსებული აქვთ და ფრენაში ხელი რომ არ შეეშალოთ, ცლიან ხოლმე კუჭს. თუმცა ეს მხოლოდ თეორია იყო და საბოლოო პასუხი დღემდე არ არსებობს. როცა ეს ვერსია ხალხმა მოისმინა, სასაცილოდაც არ ეყოთ. ჯერ ერთი სად იპოვა სვავებმა ამდენი ხორცი და მეორეც რაღა მაინც და მაინც ამ ტერიტორიაზე მოუნდათ მუცლების დაცლა. და საერთოდაც სად იყო ეს ფრინველები? რატომ ვერავინ დაინახა ერთი მათგანი მაინც? მით უმეტეს რომ საკმაოდ მასიური ფრინველები არიან. 1518 წელს საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში მოხდა იდუმალი მოვლენა, რომელიც ცეკვის ჭირით, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცეკვის ეპიდემიის სახელით არის ცნობილი. ერთმა ქალმა სახელად ფრაუ ტროფეამ მოულოდნელად დაიწყო უკონტროლო ცეკვა. იგი საათების განმავლობაში ცეკვავდა, შესვენების გარეშე. ერთ კვირაში მას 34 ადამიანი შეუერთდა, ხოლო ერთი თვის შემდეგ კი მონაწილეთა რიცხვი 400-ს გადასცდა. ხალხი ერთმანეთის მიყოლებით კვდებოდა. ისინი გადაღლილობისგან, გულის შეტევით ან ინსულტით კვდებოდნენ. ისტორიული წყაროების მიხედვით დღეში დაახლოებით 15 ადამიანი იღუპებოდა. მეცნიერებს დღემდე არ აქვთ ერთიანი პასუხი, თუ რა გახდა ამ უცნაური მოვლენის გამომწვევი მიზეზი. არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა. მასობრივი ისტერია. ეს ფენომენი ხშირად დაკავშირებულია კოლექტიურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან, რომელიც ძლიერი სტრესის, შიშის ან სოციალური დაძაბულობის ფონზე ვითარდება. იმ პერიოდში შიმშილობა, ომები და ეპიდემიები ხშირი იყო, რამაც შესაძლოა ფსიქოგენური შეტევა გამოიწვია. სპორები და ჰალუცინოგენური მოწამვლა. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ადამიანები მოწამლული იყვნენ ერთ-ერთი სპორინით, რომელიც იზრდება ფუნჯას, ჭვავისოკოს სახით და მასში არსებული ლიზერგინის მჟავა ჰალუცინოგენური ნივთიერებაა. რელიგიური ან რიტუალური ფანატიზმი. ზოგი თეორია ამ მოვლენას რელიგიურ რიტუალებსა და მისტიციზმს უკავშირებს. რადგან იმ პერიოდში მრავალი ადამიანი ფიქრობდა, რომ ცეკვა ღვთიური სასჯელისგან იხსნიდა მათ. ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია. ერთ-ერთი ვერსიით შესაძლოა უცნობი ინფექციური დაავადება ყოფილიყო მიზეზი, რომელიც ნერვულ სისტემაზე მოქმედებს.
მაშინდელი ხალხი მიიჩნევდა, რომ ეს ყველაფერი შავი, უხილავი ძალებისგან იყო გამოწვეული, თუმცა ნამდვილი მიზეზი დღესაც დაუდგენელია. დაახლოებით 500 წლის წინ იპოვეს იდუმალი ტექსტი, რომელიც უცნობ ენაზეა დაწერილი და დღემდე ვერავინ გაშიფრა. ის ცნობილია ვოინიჩის მანუსკრიპტის სახელით. ეს სახელი ეწოდა მისი მფლობელის ვილფრიდ ვოინიჩის პატივსაცემად. ეს ადამიანი ლიტველი ბიბლიოფილი იყო, რომელმაც აღნიშნული მანუსკრიპტი 1912 წელს შეიძინა იტალიის ერთ-ერთ იეზუიტურ კოლეჯში. კარბონული ანალიზის მიხედვით ტექსტი 1404-1438 წლებს შორის უნდა იყოს შექმნილი. ხელნაწერი ინახება იელის უნივერსიტეტის იშვიათი წიგნების და ხელნაწერების ბიბლიოთეკაში. მიუხედავად მრავალი მცდელობისა, კრიპტოგრაფებმა ვერ გაიგეს, რა წერია ამ 272 გვერდიან ხელნაწერში. ტექსტი დაწერილია უცნობი დამწერლობით, რომელიც არ ემთხვევა არც ერთ ცნობილ ენას. მიუხედავად მრავალი მეცნიერული კვლევისა, ტექსტის გაშიფრვა დღემდე ვერ ხერხდება. ზოგიერთი თვლის, რომ ეს არის ციფრული კოდით დაწერილი ტექსტი. სხვები კი მიიჩნევენ, რომ ეს შეიძლება იყოს ძალიან დახვეწილი ფალსიფიკაცია. ალგორითმული და ენათმეცნიერული ანალიზი ჯერჯერობით უშედეგო აღმოჩნდა. ჰიპოთეზები. შესაძლოა ეს არის საიდუმლო კოდით დაწერილი ტექსტი, რომლის გაშიფრვაც თანამედროვე მეთოდებით ჯერ ვერ ხერხდება. უცნობი ენა. ზოგი მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება იყოს აქამდე უცნობი ბუნებრივი ენა. კონსპიროლოგიური თეორიების მიმდევრები ფიქრობენ, რომ ეს ტექსტი შესაძლოა არაამქვეყნიური ცივილიზაციის ნამუშევარი იყოს. ერთხელ ლონდონში მშენებლებმა აღმოაჩინეს რაღაც ისეთი, რამაც ისინი ნამდვილად გააოცა. თავიდან ეს ჩვეულებრივ ყუთებად მიიჩნიეს, რომლებიც მტკიცედ იყო დალუქული ლენტებით. თუმცა როცა ისინი გახსნეს, მათ შიგნით ცხოველების ჩონჩხები აღმოაჩინეს. აჯობებს აღინიშნოს, რომ ისინი უფრო უცნობი არსებების ჩონჩხებს გაუდნენ, ვიდრე ჩვენთვის ნაცნობი არსებებისას. კრიპტიდებს, მონსტრებს, ფერიებს და ასე შემდეგ, რომლებიც ოფიციალურად არ არსებობენ ბუნებაში. აღსანიშნავია, რომ ამ სარდაფში 1000-ზე მეტი ასეთი ყუთი ინახებოდა. ეს აღმოჩენა ეკუთვნოდა მე-19 საუკუნის ბრიტანელ მეცნიერს თომას მერლინს. სხვათა შორის, მისი უნიკალური კოლექციის ფოტოები დღემდე თავისუფლად მოიპოვება ინტერნეტში. თომას თეოდორ მერლინი ლონდონელი არისტოკრატი იყო, რომელიც პარანორმალური მოვლენებითა და კრიპტოზოოლოგიით იყო გატაცებული. ის სერიოზულად იკვლევდა ასეთ უცნაურ არსებებს. 1899 წლის გაზაფხულზე თომასმა გადაწყვიტა თავისი კოლექცია მსოფლიოსთვის ეჩვენებინა და იგი შეერთებულ შტატებში წაიღო გასტროლებზე. თუმცა ადგილობრივმა საზოგადოებამ ძალიან უარყოფითად მიიღო ეს არსებები. რაც ყველაზე უცნაურია, 60 წლის ასაკში სერ მერლინი საოცრად ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. მას შესანიშნავი ფიზიკური ფორმა ჰქონდა და ბევრისთვის 40 წელზე მეტი ასაკი არ ეთხოვოდა. მალე ხალხმა ბრალი დასდო იმაში, რომ ის უცნაურ საქმიანობას ეწეოდა, სახელდობ ოკულტურ და სატანისტურ საქმიანობას, რომლის მეშვეობითაც თითქოს და ის უკვდავებას აღწევდა. 1942 წლის გაზაფხულზე ერთმა უცნობმა კაცმა, რომელიც საკუთარ თავს თომას მერლინს უწოდებდა, წარადგინა საკუთრების დოკუმენტები და განაცხადა, რომ სურდა მისი ამ მისამართზე არსებული სახლი ბავშვთა სახლისთვის გადაეცა იმ პირობით, რომ იგი არასოდეს გაიყიდებოდა და სარდაფი არასდროს გაიხსნებოდა. თომასის საქმიანობის თვალყურის მადევნებელი ხალხი თვლიდა, რომ ის წესით ცოცხალი აღარ უნდა ყოფილიყო და თუ კი იქნებოდა, ნამდვილად არ შეეძლებოდა საზოგადოებაში გამოჩენა იმ გარეგნობით, რა გარეგნობითაც გამოჩნდა. თითქოს დროს მასზე გავლენა ვერ მოეხდინა და კვლავ ახალგაზრდული იერი ჰქონდა. როდესაც მისი ძებნა დაიწყეს, კვალი ვერსად იპოვეს. შესაბამისად, გაუჩინარებულად ჩაითვალა. თითქოს მიწამუყო პირი. ბავშვთა სახლმა უცნობი კაცის მოთხოვნა მიიღო და პირობა შეასრულა. სარდაფი არასდროს გახსნილა, თუმცა 1960 წელს ბავშვთა სახლს სხვა ადგილას გადასვლა მოუწია. სახლი კი დასანგრევად გაამზადეს. სწორედ მაშინ დასაქმებულმა ადამიანებმა აღმოაჩინეს მერლინის ეს გასაოცარი კოლექცია. ის რაც იქ იპოვეს, საზოგადოებისთვის შოკის მონგვრელი აღმოჩნდა. დღემდე ბევრი ფიქრობს, რომ თომას მერლინი დროში მოგზაური იყო, ან კიდევ რაღაც უფრო მეტი. მისი კოლექცია ამ მომენტისათვის გაუჩინარებულად ითვლება. მისი ნამდვილობა ჯერ კიდევ არავის დაუდასტურებია. სხვათა შორის არც უარყვია. ჯერ არავის მოუხერხებია მტკიცებულებების მოპოვება იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ფალსიფიკაციაა. დღეისათვის სულ ეს იყო, მეგობრებო. თუ მსგავსი იდუმალებით მოცული ისტორიები მოგწონთ, დაალაიქეთ ვიდეო, მე მსგავსი ისტორიებით გაგანებივრებთ. მომდევნო ვიდეომდე გემშვიდობებით. ნახვამდის.